როგორ ვამუშავებთ მზეს. მზის შემთხვევაში შედარებით უფრო ბევრი ვარიანტები არ არის, შედარებით მარტივია შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ ხერხი არ არის იმდენად ბევრი და ერთადერთი ვარიანტი როგორც შეგვიძლია მზე დავამუშავოთ, ეს არის საკუთარი თავის შეყვარება პირველ რიგში. რაც უფრო მეტად გიყვარს საკუთარი, რაც უფრო მეტად აფასებს საკუთარ თავს, რაც უფრო მეტად მოგწონს საკუთარი თავი, მით უფრო მეტად დამუშავებული ყავს მზე. Რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ობიექტურობის ფარგლებში, არ უნდა იყოს ადამიანი ეგოისტი, იმიტომ რომ არის მზის დაზიანების ისეთი მომენტები, როდესაც ადამიანი მეტისმეტად ეგოისტი არის და მეტისმეტად უყვარს საკუთარი თავი, ესეც დაზიანება არის. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ ყველაფერში ოქროს შუალედი. ამიტომაც რაც უფრო მეტად გიყვართ საკუთარი თავი, რაც უფრო მეტ პლუსებს ხედავთ საკუთარ თავში ყოველდღიურად, რაც უფრო მეტად ცდილობთ თვითგანვითარებას, რომ დააგროვოთ უფრო მეტი პლუსები საკუთარ ხასიათში, საკუთარ თვისებებში, საკუთარი უნარებთან მიმართებაში, მით უფრო მეტად ძლიერი იქნება თქვენი მზე. შესაბამისად, გარდა ამისა, კიდევ არის ვარიანტი მზის შემთხვევაში დამუშავების ოპტიმიზმი, მომავლის იმედი, ესე ვთქვათ. მომავლის იმედი, მომავლის რწმენა შეგვიძლია ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში უფრო მუშავდება ხოლმე რელიგიური მიმართულებით, ვის რა სწამს იქიდან გამომდინარე. ლოცვებიც ხშირ შემთხვევაში აძლიერებს ადამიანს იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ლოცულობ, შენ გიჩნდება იმედი მომავლის და შესაბამისად შენი მზე ძლიერდება. მზე არის ასევე პასუხსაგებს სასიცოცხლო ენერგიაზე, შესაბამისად რაც უფრო მეტად ჯანმრთელობის, ჯანსაღი ცხოვრების სტილით ცხოვრებთ და რაც უფრო მეტად ესე ვთქვათ, ნაკლებს ინერვიულებს, სტრესულისა და ნაკლებად თუ იქნება თქვენი ცხოვრება, მით უფრო ძლიერი იქნება თქვენი მზე, თქვენი ენერგია, სასიცოცხლო, ესე ვთქვათ. ამ შემთხვევაში ოპტიმიზმი, მომავლის იმედი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გამოიმუშაოთ როგორმე ესეთი მაჩვენებელი, თუმცა აქაც ყოველთვის გააჩნია დამუშავების პერიოდს. რა სამუშავებთ, გააჩნია ტრანზიტებს. იმიტომ რომ მაგალითად მე მზის დამუშავება უფრო ნაკლებად გამომივა მაშინ, როდესაც მზე გადის მერწყულის ნიშანს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მზე სუსტი არის და უფრო მეტად გამომივა, როდესაც მზე იქნება ვერცხლში, მაგალითად, როდესაც მზე იქნება ლომში, ესე დროს უფრო მეტი შანსი მაქვს და უფრო მარტივად დავამუშავებ ამ კონკრეტულ თვისებებს. სულ ეს არის მზის შემთხვევაში ბევრი ისეთი არაფერი არ არის, მაგრამ რეალურად გასაკეთებლად და რომ რეალურად შედეგი დაიდოს, ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა საკუთარ თავზე, რომ ეს გადავიდეს ჩვევაში და ამ ადამიანს გამომტკიცდეს, ესე ვთქვათ, საკუთარი თავის მიმართ დადებითი ემოციები.